2021 წლის მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში, მეორე ვარიანტი, ამოცანა ნომერი 19. იატაკზე დევს 2 კილოგრამი მასის სხეული. 500 ნიუტონ-მეტრის სიხისტის ჰორიზონტალური ზამბარა, რომელიც დამაგრებულია სხეულსა და კედელს შორის, დეფორმირებული არ არის. იხილეთ ნახაზიო, ესე იგი, თან მოცემულობა შევწეროთ, მოცემული რა გვაქვს. M უდრის 2 კილოგრამი მასის სხეული. K სიხისტე, K სიხისტე ტოლი არისო ამ ზამბარის 500 ნიუტონი შეფარდებული მეტრთან. დამაგრებული სხეულსა და კედელს შორის დეფორმირებული არ არის. ხახურის კოეფიციენტი μ ტოლი არისო, მოვახსენეს 0.5-ო და რა მაქსიმალური მანძილით შეგვიძლია გავწიოთ სხეულის ზამბარის გასწვრივ, რომ ხელის გაშვების შემდეგ იგი უკან აღარ დაგასრიალდესო. თავისუფალი ვარდის აჩქარება 10 მეტრ კვადრატის ტოლად ჩათვალეთო. ესე იგი, ჟეა ჩათვალეთო 10 მეტრ წამ კვადრატის ტოლათო და გვეკითხებიან მაქსიმალურ წაგრძელებას x. ესე იგი, x-ია ჩვენი მიზანი, ვიპოვოთ x-ი. კარგით, ახლა ამ სურათს ახლა გავადიდებ ცოტათი, ასე. ახლა მოდით ასე მოვიქცეთ, ეს არის მასის სხეული. ნულოვანი დოლე დავირჩიოთ აი ეს დონე. ასე აქვს ნულოვანი დოლე. მე რა ქნეს ესე იგი? მაქსიმალური წაგრძელება გვაინტერესებს. მოდით ხო და შესაბამისად ასე მოვიქცეთ, ცოტა ამას ესე გავადიდებ ამ ზედაპირს, ცოტა ღვიტიოს. ეს სხეული გასრიალეს ამ ჰორიზონტალური ზედაპირის გასწვრივ, ასე. აქეთ გადმოიტანეს. ეს არის იგივე მასის სხეული. შემდეგ აქ არის ცენტრი და რა იქნება ეს ჩვენი x მანძილი? x მანძილი იქნება აი ეს, რასაც ვეძებთ, მაქსიმალური წაგრძელება x-ი. და ახლა აი ამ სხეულზე აქ მარჯვნივ ჰორიზონტალურად იმოქმედებს მარჯვნივ მიმართული f ხახუნი. ოღონდ აქ მნიშვნელოვანი გავითვალისწინოთ, რომ f ხახუნი მაქსიმალური ძალა, f ხახუნი მაქსიმალური ძალა. აგრეთვე მაქსიმალური წანაცვლება იმ შემთხვევაში მიიღება, მოდი კორექტულები რო ვიყოთ, როცა ამ ზამბარ, როდესაც გვექნება, როდესაც უძრაობის ხახუნის მაქსიმალური მნიშვნელობა გაუტოლდება დრეკადობის ძალას, f დრეკადობის ძალას, რომელიც მიმართული არის ამ მასის სხეულის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით, ეწინააღმდეგება ამ მასის სხეულის გადაადგილებას. შესაბამისად, აი ესეც მივახატოთ, რომ ეს ჩვენი ზამბარა გაჭიმული არის, ეს არის f დრეკადობის ძალა, ასე ბატონეთ ჩემო და ჩვენ დავწეროთ, რომ f დრეკადობის ძალა, ესე იგი, იმ შემთხვევაში იქნება x-ი მაქსიმალური თუ f დრეკადობის ძალა სიდიდით გაუტოლდება f ხახუნი მაქსიმალურ მნიშვნელობას. ასე. ეხლა დრეკადობის ძალა ჰუკის კანონიდან ტოლი არის სიდიდით kx-ის, f ხახუნის მაქსიმალური მნიშვნელობა ტოლი არის μ-mg-ში. შესაბამისად, აქედან ჩვენ რა გვექნება? მოდით აქეთ დავწერ. ესე იგი, ჩვენ გვექნება, რომ x-ი ტოლი არის μ-mg შეფარდებული k-სთან. და ეხლა აქ მოცემული ყველა სიდიდე ჩვენთვის ცნობილი არის. შესაბამისად, მოდით ჩავსვათ μ არის 0.5. ეს გამრავლდება m-ზე 2-ზე, ეს გამრავლდება j-ზე 10-ზე, შეფარდებული იქნება k-სთან, რომელიც 500-ის ტოლია და ესე იგი რა გამგვივიდა ჩვენ? ეს ზემოთ გვექნება 0.5 5, 5 2 10 მე-500-დი. ასე ბატონო ჩემო, ეს გამოგვდის 1/50-დი, 2 მე-100-დი, ესე იგი 0.02 მეტრი. 0.02 მეტრი კიდევ არის 2 სანტიმეტრი. შესაბამისად, x-ი ტოლი ყოფილა 2 სანტიმეტრის. ამ ზამბარის მაქსიმალური წაგრძელება. პასუხი g.